გამარჯობათ ძვირფასო ტელემაყურებლებო, ქართული ტივის ერთგულო მაყურებლებო, ჩვენი პროექტი სახელწოდებით საქართველოს გუშინ დღეს კვლავ წარდგა თქვენს წინაშე. დღეს საკმაოდ ესეთი თემა არის საქართველოს უახლოესი ისტორიის ერთ-ერთი ტრაგიკული უნიშნელოვანესი და რაღაც ამავდროულად ჭკუის სასწავლებელი ამწუხაროდ მოვლენა, რაც აფხაზეთის ტრაგედიას უკავშირდება. ეს არის ჭუბერის, ასე თქვა, ტრაგედია და რომელიც გოლგოთის გზად მოინათლა, როგორც ასეთი და ამიტომ გუშინ წინ იყო წარმოდგენილი ეს მაშინ აკადემიის ბიბლიოთეკაში და იქ ვიყავით და შტაბ-ეშტილება იყო ძალიან ძიმე, თუმცა ამაზე დაწვრილებით ვილაპარაკებთ. დღეს ჩვენთან სტუმრად არიან მაღალი სამოქალაქო ცნობიერების ადამიანები, ამ ყველაფრის თვითმხილველები, როგორც ასეთი, ბატონი ზურაბ ჯურხაძე, რომელმაც გამოიარა ჭუბერის, ასე ვთქვათ, უღელტეხილი, ტუბერკულიოზის ავადმყოფოს ყოფილი მთავარი ექიმი და მრავალი რეგალიების, ასე ვთქვათ, ბატონი და ასევე ბატონი ნუგზა შენგელია, მოსკოვის ქართული სათვისტომოს დამაარსებელი და დარბაზის წევრი, ამჟამად არის საერთაშორისო ასოციაციის გზაშინისკენ კოორდინატორი საქართველოში და თბილისში და მოგესალმები ბატონებო. მოხარული ვარ, რომ ამ თემაზე შედგა, თუმცა ძიმე თემაა, მაგრამ სინამდვილეს თვალი უნდა გაუსწოროთ. ვით სინამდვილეს გაურბის იმას პოლიტიკაში და დღევანდელ რეალობაში არაფერი არ ესაქმება. ამიტომ უნდა გადავიტანოთ რა. ჭირთა თმენაო რუსთველი რო იტყვის, ეს უნდა გადავლახოთ და ეს უნდა შევძლოთ. ასევე მინდა მივესალმო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ ასოციაციის წევრები არიან. ბატონი ლუკა ღურწკაია ასოციაციის თავმჯდომარე, რომელიც ფაქტიურად ხელმძღვანელობდა ამ გამოფენას, აი ამ სურათების ეს იყო და ფირი გავიდა ძვირფასო მეგობრებო და რა ვიცი, ჩვენ ამას კიდე დაუთმობთ დროს, იმიტომ რომ კიდევ მეორე ვისაც წარსული და სწორი დასკვნები არ აქვს, ის ეთნოსი ცივილიზაცია ვერ იარსებებს, როგორც ასეთი. ამიტომ რომ გადავლახოთ ეს ყველაფერი, უნდა თვალი გაუსწოროთ და სწორი დასკვნები გავაკეთოთ. ასევე მინდა მიხეილ კოპალიანი, 85 წლის ადამიანი, ღვაწლმოსული, ფაქტიურად დამაარსებელია, ხო, ამ ორგანიზაციის და მინდა იმის გორგასლის არაცხეს ორდენის კავალერი და ესეთი ადამიანი, ვინც უყურებს ამ გადაცემას და ჩვენი თემა, ჩვენი ფორმატი აფხაზეთის თემა არის ერთ-ერთი დომინანტი, რო იცოდეთ ბატონებო. ფაქტიურად მე ამის გამო დავიწყე აქ 2 წელიწადზე მეტია. გუშინ ნიშნავს ამ საქართველოს დაარსებას, დამოუკიდებლობის აკზე ხელისმომწერნი, ძირითადად ამ პროექტის ავტორები, თანაავტორები უпростоრად, მე მხოლოდ ვახმიანებ მაგათ ხედვას და ფასეულობათა სისტემას. და შემდგომ უკვე ეს აფხაზეთის რეფერენდუმი, ყველაფერი ეს ტრაგედია მოლაპარაკე თავიდან ბოლომდე ძირითადი ბირთვი აქ ვიყავით, ასე თქვა, ამ იდეით გაჟღენთილები, სიხარულიც ბევრი ქონდა, ტრაგედია და კიდევ მეორე უნდა გამოვიდეთ ამ მოჯადოებული წრიდან და ამიტომ მოდი ჯერ ეს გუშინდელი დღე რა, ეს მინდა ბატონო ნუგზა თქვენი დავიწყო როგორც ასეთი და შემდგომ ბატონ ზურაბთან გადავალ და მინდა მოუთხროთ რა უნდა გამოფენაზე ის ტრაგიკული დღეებიც გავიხსენოთ, ეს საათებიც, ეს მსხვერპლის და ესე რომ პირნათელი რო ვიყოთ ასე თუ ისე იმ მსხვერპლის წინაშე, რომელთა საუბედუროდ აი რეალობის წინაშე აღმოჩნდით და მადლობთ რომ მოგზავნით და გთხოვთ. მოგესალმებით, ძვირფასო მაყურებლებო. ჩვენ წარმოვადგენთ დევნილთა საერთაშორისო ასოციაციას გზა შინისაკენ, რომლებიც აფხაზეთთან იძულებით გადაადგილებული პირების მიერ არის დაფუძნებული. სხვადასხვა ქვეყნებში აქვს წარმომადგენლობა ამ ორგანიზაციას და ყველაზე ძლიერი წარმომადგენლობა აქვს მოსკოვში
და რა თქმა უნდა თბილისში. ჩვენ თბილისში ვართ ახლა და აქედან ვცდილობთ რომ მართოთ ის ღონისძიებები, რომელიც შეგვიძლია საქართველოში ჩავარდეთ. სიმართლეს ხმა გააგონოთ საზოგადოებას. და სიმართლე რაც არის დაფარული და რაც მივიწყებულია, გვინდა რომ ის გავაახლოთ და ვაჩვენოთ მაყურებლებს. ჩვენი ორგანიზაცია იწყებს ღონისძიებათა სერიას, რომელიც ეძღვნება რუსეთის ფედერაციის სამხედრო ჩართულობის შედეგად ჩადენილ დანაშაულობებს, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ მასობრივ ძალადობას, ეთნიკურ წმენდასა და იძულებით გადაადგილებას თავიანთ საცხოვრებელი ადგილებიდან. სერიის პირველი ღონისძიება, რომლის სახელი იყო ჭუბერის გზა გოლგოთად ქცეული, ჩატარდა ამ 3 დღის განმავლობაში 15, 16 და 17 რიცხვებში მაისის თბილისში. პირველ დღეს ეს ღონისძიება ჩატარდა ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ სააქტო დარბაზში, მეორე და მესამე დღე შაბათ-კვირას ეს ღონისძიება, ეს გამოფენა გაგრძელდა, არის ეგეთი საგამოფენო დარბაზი, ვალერი არქანიას სახელობის საგამოფენო დარბაზი, რომელიც მდებარეობს აფხაზეთის კულტურისა და განათლების სამინისტროს შენობაში პირველ სართულზე. გუშინ ეს ღონისძიება დამთავრდა, ღონისძიებაზე მოვიდა დაახლოებით 350 კაცამდე. ბევრი იყო სხვა შორის სტუდენტი, ჩვენ გვეგონა რომ უფრო მეტი იქნებოდა, მაგრამ სტუდენტები იყვნენ, ნახევარ ეს სტუდენტობა იყო. საპატიო ხალხიც იყო აფხაზეთიდან, აფხაზეთის და თბილისის სხვადასხვა ორგანიზაციებიდან და იყო კიდე მთავრობის წარმომადგენელიც აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს მინისტრი დავით პოცაცია. დაზარალებულთა ნათესავიჩი. რაც შეეხება გამოფენას, არის უამრავი სურათი, რომელიც ეხება საერთოდ აფხაზეთში მომხდარ უბედურებას. მაგრამ ჩვენ გამოვარჩიეთ მხოლოდ ჭუბერის გზა. აი ჭუბერის უღელტეხილით რო გადავიდა ხალხი სოხუმიდან და გულირიფშიდან, ისინი შეერთდნენ შემდგომ ზემოთ, მაჭარგის ზემოთ და აი იქიდან მიდიოდნენ გაიარეს სიცივე, ყინვა, თოვლი, გადაიარეს ის ჭუბერის უღელტეხილი და ნაწილი ჩავიდა, ეს იყო დახმარებით პიროვნულად და გარკვეულად კიდე სახელმწიფოს დახმარებით ჯვარში, ზუგდიდში, ქუთაისში თვითმფრინავებით ჭუბერის გავლით გაიარეს. სხვათაშორის უკაცრავად ჩავერთვით, თუ მეხსიერება არ გავატოვს, უკრაინელებიც საკმაოდ გვეხმარებოდნენ მაგ ოპერაციას. მე კარგად მახსოვს ეს ყველაფერი. სხვების გასაგონად ვლაპარაკობთ, რომლებიც უკრაინელებს ესეთ შავფერებში წარმოადგენდნენ. დღეს ცოტა შეიცვალეს ვითარება, მაგრამ გემები იყვნენ უკრაინელები და აი ბრძანებთ. გემები თვითმფრინავებით 3 გზა იყო. ერთი ჭუბერით, შემდეგ ერთი ტრასით თბილისი, სოხუმი და გემები მაჭარკაში იყვნენ, სადაც იყო აუვარება ხალხი, რამდენი ჩამოვარდა იმ გემიდან და რამდენი დაიხჩო ჭუბერში საერთოდ სასწაული ხდებოდა, იმიტომ რომ ქვემოთ საკენში დღისით იყო 20 გრადუსი ხამით -5, უღელტეხილზე პირდაპირ თოვლი იყო წელამდე. ამის ადრებში არის ასახული ეს ყველაფერი. ადრებში არის ასახული და შემდეგ ეს აუვარება ხალხი, თანაც ბავშვები, მოზრდილები, მოხუცი ქალები, საწყლები, აი სულ სუსტები ეხმარებოდნენ რა თქმა უნდა ერთმანეთს და ესეთი კადრებია, რომ სადაც ყველა ერთად არის და როგორ იღუპება ადამიანები დედადაშვილი, როგორ იყინება აი თოვში და ყინვაში და შემდეგ როგორ ჩადიან 45 გრადუსი იყო აღმართი, 45 დაღმართი. აი ეს სპორტსმენს არ შეუძლია რომ გადაიჭრა ამტან სპორტსმენს აი ესეთი პრობლემის გადალახვა. მით უმეტეს რომ გზა იყო აბსოლუტურად არა ნორმალური, ქვა უშველებელი ქვებით სავსე და გადიოდა მხოლოდ
ისინი სატვირთო მანქანები, სამღერძიანი სატვირთო მანქანები და ერთ-ერთი უღელტეხილი. ვინც მოასწრებდა ის აი მანქანებზე ადიოდა, ვინც ვერ მოასწრებდა, ისინი ფეხით გადადიოდნენ. მოკლედ პური საკვებიც არ ქონდა, მაგრამ როდესაც უკან ბრუნდებოდნენ ეს სატვირთო მანქანები, იმათ მოქონდათ ქვეყნის პურიც და სხვადასხვა პროდუქტი, რაც ხალხი აგროვებდა ჭუბერში. ხალხი ძალიან იქაური. მის შემდეგ როცა გადავიდნენ სვანეთის მოსახლეობა. რა თქმა უნდა. რო გადავიდნენ ჭუბერში, იქაურმა მოსახლეობამ შეიკედლა. ისე იყვნენ დასუსტებული, რომ არ შეეძლო გადაადგილებაც უჭირდა. უჭირდათ. ჯვარშიც ვერ ჩამოდიოდნენ და მით უმეტეს ზუგდიდი და ვინც ადაგრძელებდა გზას. ამიტომ ურთიერთდახმარება იყო საოცარი იყო. მიუხედავად ღალატის ამაზე ვილაპარაკა. ის ცალკეულობა. ეგ ცალკეულობა. რა თქმა უნდა, არ არის თანადგომაზე, ერთიანობაზე, განუყოფელობაზე, უმრავლესობამ ცხოვრების ეს წესი დაიცვა. არ არსებობს ზომი, სადაც არ ჩანს დადებითი და უარყოფითი მოქცევა ადამიანს. ეს აქსიომა, ამას მტკიცება არ უნდა, ეს ხდება ყველგან და დღეს ცოცხალი მაგალითი ახლა არ ვიტყვი, სად ხდება. როგორ ექცევიან ერთმანეთს, ერთი მორწმუნეები და ერთეროვნების ხალხი, ასე რომ სისაძაგლის ჩადენა იოლია, აი გმირობის ჩადენა. ეს თქვენგან განსაკუთრებით ფასეულია იმ კვაცაზე, ესეთი ღვაწლმოსილი ექიმები ბრძანდებით, ესეთი რეგალიების ქონე და თვითონ ჰიპოკრატეს ფიცი, როგორც ასეთი, რომ 50 წელი მარტო ჩემ საქმეს აემფთიზიატრიას შევალია 50 წელი და რუსეთში მაგ ძირითადი პერიოდი გავლილი. პრაქტიკა იქ მიღებული. რა თქმა უნდა, იქ ვისწავლე, იქ ვიმუშავე ომის შემდეგ. ომი ერთი დღე არ გამიცდენი. მთელი ომი გავიარე. 8ჯერ ის გრადის ხუმბარები რო იყო, ისინი მიწვევდნენ. განგებამ გადაგარჩენა. ხო, ერთხელ სადაც ღამეს ვათებდი, იმ სახლს მოხვდა, სახლი მთლიანად მეორე სართული წაიღო. სახლი იწოდა, მე კი ხედავდი დილის 6-15 წუთი იყო, თავი რო ავწიე, სულ თქვა მიჭირდა, იმიტომ რომ ეს ბათქაში იყო მტრად გადაქცეული და ზემოთ ცეცხლი ეკიდა, ცა მოჩანდა ზიზგან განათებული და მესმოდა მეზობლების ხმა რომ ბატონო ზურაბ ეს ჰიპოკრატეს ფიცი როგორც ექიმი მოგმართავთ მოსახლეობამ ყველანაირად დაიცვა თავისი ტრადიციების და სამოქალაქოს ერთ წინადადებას ვიტყვი ჩემი საავადმყოფო მუშაობდა ჩემი თანამშრომელები მუშაობდა წამლები საჭმელი გადაადგილება ჩემი თანამშრომელების ამას ყველაფერს მე ვაკეთებდი რა თქმა უნდა ორგანიზირებდი და თავარი რაც უნდა თქვა იწვა სომეხიც, რუსიც. აი ჰიპოკრატეს ფიცის აღსრულება ეგ არის. არასდროს არ მიფიქრია იმაზე, ის ჩემი ეთნიკური კრიტერიუმებით გაგენცხოვებინათ ადამიანებს. არასდროს არ მიფიქრია რომ ის ეგ არის ჰიპოკრატე. არ არის ქართველი და ჩემი პერიოდი. აფხაზები მეწოდება, აფხაზები, იცით, რატო და ყველა მიცის ეს და მე ახალს არაფერს არ მოატყუეს იხმარეს და გადააგდეს. და დღეს რა მდგომარეობაში არის, ამაზე კიდეც არ დავაპარაკეთ. ბატონო, მე მინდა უბრალოდ დავამატო, რომ თქვენ ჰიპოკრატეს ფიცზე ილაპარაკეთ. ბატონი ზურაბი საკენში, იმ ზონაში იყო 1 თვე და 6 დღე ექიმად იყო დარჩენილი. ხო, ექიმად იყო დარჩენილი. არ გამიშვეს იქიდან, რამე თუ медперсонალი და ვინც მოასწრო აი სამღერძიანი სატვირთო მანქანებით იმათ პირველივე რიგში წავიდნენ და მე როდესაც ზემოთ ავედი 30-ში ავედი მე სოხუმიდან საკენში იქ ჩემი მოყარე სალანები ცხოვრობენ და იმათთან მივედი და გავაცებას ვიყავი რომ პაციენტები ყავდა სვანები და ძალიან უყვარდი იმიტომ რომ სიკეთე გამიკეთებია და ეს არა თავარი იმათ არ გამიშვეს შემეხვეწეს რომ ბატონო ზურაბო შენ რო წახვიდე რა გვეშველებო ფსიქიატრი ხო ვარ ვიყავი ხირურგი ნეიროპათოლოგი კარდიოლოგი უნივერსალი ექიმი შობიარობას მიღებული ვარ აი ესეთი რაღაც და ამ დროს
არაფერი წაბლები არ ქონდა, არაფერი მე ციშველი ხელები ფაქტურად. ნუ ესეთ რაღაცა და ყველაფერს ხედავდი. რა ხდებოდა, როგორ უჭირდა წამსვლელებს და რა დღე ადგათ ამას დავიწყება დანაშაულია. რა თქმა უნდა. თქვენ უკრაინელებზე დამისვით დიახ, რა თქმა უნდა. ინფორმაცია მაქვს მე მოპოვებული, რომ გადარჩენილი რიცხვი არის 3441 ადამიანი. საიდან არის ეგ ინფორმაცია არ ვიცი, მაგრამ ეს ინტერნეტში ინფორმაციით მოიპოვე უკრაინელების დახმარებით. და მე ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ კიდევ ერთხელ დააზუსტეთ ეგ სამადგასაგონად 3441 რაღაც ესეთ ციფრი არსებობს. თუ ყველაფრით რაღაც ეგეთ ჯამური არსებობს. სამხატარა ციფრია. მილიციის რაც წაკითხული 6 გემი მოვიდა უკრაინელებს. 6 გემში 3000 მეტი არ ჩაეტევა. როგორ არ ჩაეტევა? მარტო გემებით, ხო? მარტო გემებით, ხაბა როგორ? იმის გარდა რომ ის ეგ არის ინფორმაციით. ხო, რაც არის ინტერნეტში. ოფიციალური ინფორმაცია და მე ჩემი თვალით შიგნე ინფორმაცია კიდევ ჩემი თვალით მაგ ნანახი. ჩემი ნათესავები სამშოუზე რომ მოვდიოდი, უკვე ევაკუაცია იყო. სამშოუზე მოვდიოდი და მანქანით ეს ყავდა სამსახურის მანქანა და ნათესავებს წამოვეწია და ისე შეიქნა რომ ესენი გემით აპირებდნენ წასვლას. არა საკენით, არამედ გემით და რომ მივიყვანენ ნუ რა ვნახე რა ხალხი წყვეტავა აი ჩვენებურად რა ამბობენ აუარება ხალხი იყო და ყოველნაირად ყოველ რით არ გადიოდნენ აი იმაზე პალუბაზე აი გემზე რით არ გემბაზე ხო ზოგი აი ერთმანეთს ჩამოეპრწელებოდნენ და ბავშვები გადადიოდნენ მათზე ზოგი ბაწრთ ამოდიოდა ის კიბე თუ იყო იმ კიბეს გვერდიდან ვიყვებოდნენ რომ ეს კადრები არის ეცეთ ამას შეიძლება ერთი თქვა ძალიან ბევრი იყო რის 3000 რატო 30000 და მეტი ეცეთ ერთ სიტყვას ვეთქი მე თქვენ ბრძანეთ რა აი ამ ტრაგედიას რაც თქვენ ყვებით და ეს განსაკუთრებით აი ეს ჩემი აზრით რა კადრებიც მე ინახავს ხო ესენიც ხო ვნახე მაგრამ აი ჩემზე განსაკუთრებით აი დამშოკავე ეს შტაბ-ბიჭები რამ დატოვა რომ სოხუმიდან რომ მოდიან ჩვენები ევაკუაცია რო ხდება და გემბანი რომ მოდის და ძაღლი რო შევარდება შიგნით და ის ძაღლიც რომ მიხვდება რომ იმხელა ტრაგედია ხდება გესმის რომ ეს თვითონ იმ თავის პატრონსაც ვერ მიყვება და ის პატრონიც რო ხდება ეს ფაქტიურად სიმბოლური რაღაცაა იმ ძაღლის და ანუ ჩვენ აი ეს ფლობელები ამ უნიკალური მეწესებიდან იძულებული გავხარდეს ასე თქვა რა თქმა უნდა ჩვენი შესწავლებიც იყო და ამაზეც ვილაპარაკოთ აუცილებლად მაგრამ ის რომ აი ძაღლიც კი მიხვდა იმას რომ აი გაცილებით დიდი ტრაგედია იმ უტყვიც კი მიხვდა და უკანო ბრუნდება და თავისი ბედიც რო იცის და იმათი ბედი კიდე გაურკვეველია და აი დღეს ჩვენ ამ გადაცემის წარმოთ რო გიხდება ესეც ტრაგედია მაგრამ ჩვენ ვალდებული ვართ აქედან გამოვიდეთ რა. კი. მე დავუბრუნდები მიზანს ორგანიზაციის მიზანი რა იყო, როდესაც გადაწყდა რომ ჩვენ სერია ღონისძიებების რა ამ რომ ჩვენ გვახსოვს, არა, გავაგზავნოთ. არ ვიცი ახლა იცით თუ არა, ადრე დიდი გამოფენა გაკეთდა ერთი 10-12 წლის უკან თბილისში სათაური ჩვენ გვახსოვს. We remember. ეს ჩვენ გქონდა მაშინ იმ პროფესიონალი ჟურნალისტების და ფოტოგრაფების მიერ, არა, დასტური, რომ მათი სურათები გამოგვეფინა. ერთ-ერთი სხვადასხვა მოწვეული იყო რუსეთისა და უშუალოდ აფხაზების მიერ, ზოგადად რო ვთქვათ, მაგრამ იმან რო შეხედა რა ხდება? არა, მე წამოვიდა მან ჭუბერიც გადაიარა, გაგრაშიც აქვს გადაღებული სურათები, სოხუმშიც, აეროპორტში, დრანდაში და ეს სურათები საჩვენებლად გადმოგვცა. ჩვენი ერთ-ერთი მეომარი ვოვა ჯაფარიძე, რომელსაც ყველა იცნობს, როგორც მატარებლის ის ქონდა. მატარებელი გამოვიდოდა დაახლოებით ჭოჭუას 48-ს წინ და იქედან ესროდა ეშერაში სათანადო სარბაზნი. ხო, სარბაზნი. არტილერია იყო მაგრამ ვერაფერი არ იყო, კაცო, მაგაზე ვილაპარაკებთ. ვერაფერი რო ვერ მოუხერხეს აი არტილერია. მაგაზე ვილაპარაკებთ. აი ესეთი ბევრი მაგალითები არის,
რომელიც ჩამალულია და არის კიდე დავიწყებას ეცემა რომ ეს რაღაცა ხდება ეს რომ ეს უბედურება ეს ტრაგედია რო თავს დაგვატყდა დავიწყებას ეცემა და არ უნდა მოხდეს აი ამიტომაც ეს სხვადასხვის იყო პირველ რიგში ახალგაზრდების წინააღმდება ჩვენი ახალგაზრდა ლიდერის ლუკა ღურჭკაიას მეთაურობით რომ ჩვენ დავიწყოთ ამ სერიის ჩვენება კაგრას ჩუბერის ზოველტეხილის ჩვენებით და ყველა შეუერთა ამ იდეას ჩვენ რა თქმა უნდა შევატყობინეთ ამ იდეის ასე ვთქვათ ბრძოლის მამამთავარს გურამ ოდიშარიას ბატონ გურამს და გამოფენის შესასრულში თქვენ ნახეთ პირველი ის რაც იყო გურამის დევნილთა უღელტეხილი და აი ამ წიგნიდან იყო კაგრას ამონაწერი ის უნიკალური ამონაწერი მონახეთ რომელსაც აქვს რომელიც თავდება მაინც მზის ხივით რო იტყვიან იმედით თავდება იმედის ხივით თავდება გამოფენის ფარგლებში ჩვენ თურმე სურათები რომელიც გვაქვს ნაწილი სურათებისა მოვიპოვეთ ჩვენ აფხაზეთის მთავრობაში იყო ის იმდროინდელიც მოკლედ თურმე არ შეგვიძლია ყველა ვაჩვენოთ ამისათვის ლიცენზია უნდა გქონდეს და ამიტომაც ჩვენ ლიცენზია ძვირი იყირს ჩვენ არავინ არ დაგხმარებია ჩვენ თვითონ ასოციაციის აბსოლუტურად მაგის აბსოლუტურად საკუთარი იმის ფინანსები არ აქვს რო ლიცენზიისთვის და ამიტომაც ლუკამ როგორც თავმჯდომარემ თავზე აიღო და დაუკავშირდა აი ამ დიდ პიროვნებებს ჩვენ გვაქვს გამოფენის დროს ვიდეო მასალებიც გვაქვს და მიმართვათ მაიკ Goldwateris. Вот ეს არის ბრიტანელი ჟურნალისტი, რომელმაც მიიღო უფლება საქართველოს მთავრობიდანაც და აი იმ მთავრობიდანაც იქ რო ითვლებოდა და ლიცენზიის მაგვარი. თანხმობა. და ის მონაწილეობდა, ასე ვთქვათ, ამ ყველაფერში მონაწილეობდა და იღებდა. Ну, რა თქმა უნდა, მაშინ არ იყო მობილური ტელეფონები, თორე უფრო მეტი იქნებოდა გადაღებული, მაგრამ მეტი არავინ არ იყო და ხალხი როცა მიდიოდა, თავშველოდა და კიდე ვიღაცას ეხმარებოდა თუ ქონდა შანსი მიხმარების და გადამღები არავინ არ იყო. ესე იგი იყო იქ სულ 3 თუ 4 უცხოელი კორესპონდენტი, ერთ-ერთი ქართველი კორესპონდენტი, რომელიც ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს და მათ მოგვწეს საშუალება, რომ ეს უბედურება არა ასახულიყო ფირებზე და ეს განახაჩვენ არ გამქრალიყო რამე თუ ეს არის დოკუმენტი ეს არის კადრი ეს არის ის მასალა აი გუშინ ძანდებოდა ბატონი როლან დუდუჩავა აკადემიკოსი ცნობილი მათემატიკოსი გამოფენაზე და მან როესაც ეს ვიდეო კადრებიც ნახა ესეც და შემდგომ ამ ბატონი მაიკის მიმართვასაც უყურა თქვა რომ აი ბატონო მასალა რომელიც ჰააგაზე უნდა გაიტანო აი ეგ არის ნამდვილად კიდე მინდა ერთი რამ თქვა რომ გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოები არა იყო ამორჩეული თქვენ ნახეთ რომ იქ არ იყო უამრავი ფოტო იქ იყო და 30 ფოტო ეს ჩვენ ამოვარჩიეთ სპეციალურად რომ წარმოდგენა ესე შექმნოდა ადამიანი შტამბეშტავი ასოციაციით აი ამ ტრაგედიაზე და სულიერ და ფიზიკურ ჭრილობებზე დიახ ბევრი იყო რა თქმა უნდა პირველ დღეს თქვენ ბრძანდებოდით და ხედავდით რომ აგერ მე დღეს ვნახე ბატონი თემურ შაშიაშვილის ცრემლები ვნახე მე ბატონო როვერ მოითმინა და ცრემლები რო გამოვარდა თვალიდან იგეც ვნახე ესეთები ჩვენ გამოფენაზე იყო და იქ ისეთი პიროვნებები იყვნენ რომელთაც შეიძლება სახელი და გვარი არ ვიცი უბრალოდ თემური მახსოვს კარგად კიდევ რა მინდა ვთქვა უზენაეს აქტოდანაც კი რა თქმა უნდა ნუ რაც შეეხება ბატონ თემურ მჟავიას თემურ მჟავია ჩვენი ასოციაციის მხარდამჭერი პიროვნება არის აქტიური მორალურად მხარდამჭერი პიროვნება არის და მას უდიდეს პატივს სცემთ რაც შეეხება ჩვენს ერთ-ერთ ამ ასოციაციის ასე დამაარსებელს მაგრამ ნუ წევრად ყოფნის უფლება არ აქვს ეგ არის ნუგზარ გალობლიშვილი ბატონი ნუგზარი რომელიც ასევე უზენაეს აქტოს წევრი
კი, დიახ, აი ეს აფხაზეთის ზვინანის საბჭოს წევრი და ერთიც და მეორეც სხვადასხვა თქვენთან ერთად არის პირველი ნამდვილი ეროვნული პარლამენტის წევრი და მე მახსოვს თქვენს ხელი გაქვთ მოწერილი დამოუკიდებლობაზე და თემურ ჟავიასაც გაგრას მეორე რიგში ქვევით ბოლო არის რომელიც 4 კაცი იქ იყო წარმოდგენილი 4 კაცი ხელის მომწერი იქ იყო დიდი მადლობა მათ ჩვენ ვალდებული ვართ მანდულიყოთ რაც შეეხება მე თვითონ არ ყოფილვარ მე არ გადამივლია მე ვიყავ მოსკოვში ჩვენ ახლა დღე მუშაობდით ჩვენ სამსახურებში და სავამობით ვიკრიბებოდით სათვისტომოში და აი რაც შეგვეძლო ყველანაირად ვიბრძოდით ჩვენი უკვე ტოლვილების გადასარჩენად. პირველი ტოლვილები ჩამოვიდნენ გაგრიდან, როდესაც გაგრა ასე მუხანათურად მოტყუებით და იმ მოტყუებაში ყველაფერი მტრისბრალი კი არ იყო. ჩვენებს შინამ მტრისბრალი მუხანათური შეთანხმებები დიახ, ესეთნაირად იყო. ჩვენი ყავთ, ჩვენი წევრი იყო იქ. გაგრას შადიმან ბარათაშვილები ბლომად ყავდა ბატონო. ვიცით. დაცვაში, გაგრის დაცვაში ორი ტანკი ყავდათ და ერთი მუხლუხა არ იყო, მუხლუხას ვერ ამუშავებდა, დაჟე ესეც იყო. და არის მოწმეებიც, ახლა ჩვენი ერთ-ერთი წევრი გუშინ გახდა გაგრას გამოფენაზე, პიროვნება ბატონი სვანიძე, რომელიც მონაწილეა, მოწმე არის და ერთ-ერთი მათგანია, რომელიც აი ასაფეთქებელ მასალას დებდა, მაგრამ ასაფეთქებელი მასალა არ აფეთქდა. ამაშია უბედურება და ის რო გადმოსხეს ღამეთ არა სპეცნაზი. იმათმა აიღეს ეს ყველაფერი და მერე უკვე მიცეს დასარბევად და გასანადგურებლად და ესეთნაირად. ეს პირველ ხალხი რუსკი ჩამოვიდა სათვისტომომ შექმნა ეგრევე მათი მიღებისა და რეგისტრაციის პატარა კომიტეტი იყო რომლის დოკუმენტი იყო ტოლვილის დევნილის დოკუმენტი მინუზენი პერესელენცევ ეს მოხდა მის შეთანხმება მოხდა რუსეთის სათანადო სამინისტროში მაშინ ესეთი იძულებით გადაადგილებულთა და სოციალურად დაუცველთა სამინისტრო არ არსებობდა სტატუსი არ არსებობდა და მოსკოვის სათანადო პოლიციას მაშინ მილიცია იყო არა ქონდა ეს ფორმა თუ ასეთი ფორმით ამ ბეჭდით სათვისტომოს ბეჭდით წარადგენს ადამიანი ნუ როგორც მოწმობას მას არ იჭერდნენ ხო აი ეს გავაკეთეთ მაშინ სათვისტომო შეუხებელია და ესე იგი სათვისტომო იძლეოდა ამ დოკუმენტებს მერე უკვე აქეთ ამ ხარე დაეცა და ეს რიცხვი გაიზარდა რომელსაც მოყვა სხვადასხვა სიკეთე მაინც იმარჯვებს საბოლოო ორწელს ლიაკეთილმან არსება მესიგძელიაო და ერთი სკოლა ქონდა ჩვენ ქართულენოვანი სკოლა მოსკოვში ცენტრში არბატზე დიახ აგრას პირველი კლასი დაარსდა და ჯერ ბაღი იყო და მე პირველი კლასი და ეს სკოლა ფუნქციონირებდა ტოლვითა მასიური შემოსვლის შემდეგ მოსკოვში კიდევ 4 სკოლა გაიხსნა ერთი იყო დღეს რა ვითარება უკაცრავა დღეს მხოლოდ ის ერთი სკოლა დარჩა იმიტომ რომ ის სკოლა გადაკეთდა ქალბატონი ანა კერესელიძის დოდოს ზახოდი ჩვენ მას მისი ესე იგი თაოსნობით იყო მაგრამ მისი ხელმწიფებით ეს სახელმწიფო სკოლა დარჩა და მათ მიცეს ახალი შენობა მოსკოვში ნავასლაბუსკაიას ზონაში გაკეთდა ახალი შენობა და იქ არიან ახლა არბატი წაიღო არბატელებმა რა თქმა უნდა დიდმა ხალხმა და აი ამან გადაარჩინა ქართულობა ესენი ჩვენ რომ მიდიოდით ამ სკოლებში და ლიცეუმებში რა ეპიცები ხანდახან ცრემს გავიხედავდი ვერ ვიფარავდი იმიტომ რომ მე ვხედავდი იმ ბავშვებს რომელიც გადაარჩინენ როგორც ქართველები აი ეს გაკეთდა მაშინ და ჩვენ ახლა აქეთ რო ჩამოვედით მე 4 წელია სამუდამოდ ჩამოვედი ჩემ სამშობლოში ზურა აგერ მესამე წელია ბატონი ზურაბ ჩამოვიდა ასე ვართ ბევრი ჩვენ არ შეგვიძლია გავჩერდებით აი ამიტომაც ჩვენ ბატონმა მიშამ შეგვიქმნა ასე ვთქვათ ეს დიდი ძლიერი იდეოლოგიის ორგანიზაცია და ვართ ამ ორგანიზაციაში და ვცდილობთ რომ რაღაც ღონისძიებები ჩავატაროთ. ღონისძიებების ჩატარების ორი მიმართულება გვაქვს დამტკიცებული. მე მაქვს დაჟე გეგმები. თუ მე დროს მონახავთ, შეგიძლიათ წაიგითხოთ. ღონისძიებებს აქვს ორი მიმართულება. ერთი ეს არის ჩვენი ასე ვთქვათ უხუცესთა ხალხის
ძალიან დიდი მოწადინება, რომ აფხაზეთში არსებული მეცნიერება, განათლება, სპორტი, კულტურა, მედიცინა და ეს ყველაფერი არსებობდა საკმაოდ მაღალ დონეზე. ეს იყო მთელი საქართველოს განსაკუთრებით დღევანდელ ფონზე ჩანს. რა უნდა, საქართველოს ერთ ნაწილი იყო, განუყრელი და ძლიერი ნაწილი. თვალსაჩინო. და თვალსაჩინო იყო თავის მეცნიერებით და სპორტსმენებით. ახლა სპორტსმენებზე სოფლიო რანგის. ხო და აი ეს არის ეგეთი იდეა, რომ ყოველ მიმართულებაში არის 5 მიმართულება დაწყობილი ესა, რომ ჩატარდეს, შეიქმნას მასალები, გაცოცხლდეს მასალები, ძირითადი მასალები გვაქვს დიდ ბიბლიოთეკაში ჩვენს და გვაქვს სოხუმის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. სხვაგან ძალიან ცოტა არის მასალები ინტერნეტში, თითქოს 90 წლამდე ჩვენ საერთოდ აბრასებობდით. ესე არის. სამწუხაროდ ეგრეა. ხო და ამიტომაც გვინდა ეს ღონისძიებები ჩავატაროთ, რომელსაც ქვია ასე ვთქვათ, აფხაზეთის პორტრეტები, გახსენება და ესენი მოხდეს, ჩაწერა მოხდეს აი ამათი, მე იმ ჩაწერილი მატერიალების საბუჯველზე გამოვიდეს დოკუმენტური მასალები, ფილმები, რომელსაც მოათავსებთ ინტერნეტ სივრცეში, ყველანაირ ინტერნეტ სივრცეში და ვაჩვენებთ. ვიდრე უნდა იცოდეს ხალხმა, რომ ჩვენ ვარსებობდით იქ, რომ ჩვენ იქ სიცოცხლე გქონდა, რომ ჩვენ იქ ომი არ გქონდა, ჩვენ ქმნიდით, შემოქმედება იყო, აი ეგ იყო. რა თქმა უნდა, ამ ჭრილში უნდა იყოს განხილული, მეორე მხარე არის საფუძველი იმისა, რასაც ქვია რუსულად რო გითხრათ, разделяй и властвуй. აი ესეთ აი გათიშე და იბატონე. აი ეს მოგვახვიეს სამწუხაროდ, მოგვახვიეს და ეს არის ჩვენი უბედურება. ესაა ჩვენი უარყოფითი მხარე, რომელიც სამწუხაროდ დღესაც ესე იგი ბოგინებს და გაგვაჩნია. მტერი, ჩვენი მტერი ყოველთვის ესე იყო. როდესაც ოსმალებმა რა ყირიმის თათრებმა და იმათმა ესენი ააგდეს თავის დროზე თითქოს ჩერქეზეთის ნაწილი საქართველოს წინააღმდეგ, როგორც ლეკები იყვნენ საქართველოს წინააღმდეგ და ის ესე იგი გაფუჭებული გენი გრძელდება დღესაც. აი ეგ არის. ხო და აი ამას რა თქმა უნდა თქვენ ახლა ცალკე თემად წაიყვანთ ალბათ რომ აი ამას ყველაფერს მკურნალობა ჭირდება. ხო და მკურნალობა არ ყოფილა ასე მარტივი. ჭირდება. თქვენ ბრძანეთ ერთი და მე მეცნე. ხო, ორი სიტყვით დავამატებ. და მთავარი იდეა ყველაფრისა, რაც ჩვენ გზაშინისაკენ შექმნა ჩვენი მიხეილ გალაკტიონოვიჩს ასე უძახით, ბადონ მიხეილის 95 წელს კაცი. კი 15 თებერვალს სპორტის ხელბურთის სპორტის დირექტორი იყო და თავისი სპორტის დარბაზი ჰქონდა და ხელმძღვანელი იყო აი სპორტის იმის გარდა რომ ცნობილი პიროვნება იყო მთელ აფხაზეთში. ძალიან ცნობილი თავისი თვისებებით და თავისი ვაჟკაცური ყველა მოქმედებებით და იმან ჯერა ჩაგვიდგა თავში, სათავეში არ მოგშორდა სამდე ეს არ გავაკეთეთ. თავარი მიზანი ჩვენი ის არის რომ რო ავიწყდება ჩვენი ხნის ხალხს რა მოხდა იქ და რო არიციან ახალგაზრდებმა რა გადაიტანა ჩვენმა თავობამ და რო ვერ გრძნობენ იმ სიმწარეს აი უბედურება სამშობლოს დაკარგვას ფაქტიურად მე იქ დავიბადა სოხუმში გავიზარდა ჩემი წინაპრები იქ დაიბადა ჩემი ნათესაები აფხაზეთში ცხოვრობდნენ ეს კიდე ცალკე ისტორია მაგრამ ეს ყველაფერი მივიწყებას მიეცა და აი ეს სტიმული მოგცა ჩვენმა მიხეილმა რომ ეს ავამოქმედოთ და მიძინებული მახსოვრობა რომ აქვს უფროსებს ჩვენი პლეადის ხალხს და მაგათი შვილებს რომლებიც აინუში არ არის გაგებაში რა მოხდა და როგორ მოხდა და რა საშინელება გადაეტანით ტელევიზორში ხო არ აჩვენებენ აი ის კადრები რაც ჩვენ გვაქვს დახატული ის აი მასზე სურათები და ის ვიდეო ტელევიზორში არ იყო რუსეთში ვცხოვრობდი ომის შემდეგ მოსკოვში ვცხოვრობდი 30 წელი რუსული არც ერთი პროგრამა მე არ მქონია ანტენა დავაყენე და 30 წლის განმავლობაში ყველა ქართულ პროგრამას ვხურებდი მხოლოდ ქართულს რატო შეგნებულად რო არაფერი არ გამომჩენოდა გასაგებია და აი ამას იმიტომ ვამახვილებ ამას ყურადღებას რომ რასაც უყურებდი
კიდე ოპოზიციის დაარქვი და კიდე პოზიციის. არავინ ამაზე არ ფიქრობდა აი ესე მიზანმიმართულად. კი შეიძლება ეპიზოდები იყო, მაგრამ ცხოვრება ეპიზოდი სისტემატიზირებული არის. ეს არის. თავად და ჩვენ გვინდა ზუსტად რომ ეს იყოს სისტემატიზებული. აუცილებლად. ხალხს გაუღვიძოთ მახსიერება. ეხლა დავამატებ კიდე ერთ რამეს, აი აქ ერთ-ერთ თავარ აფიშაზე, არა? აქ არის ქალბატონის სურათი. ხო. ორი ქალბატონია და ეს ამოჭრილია დიდი სურათიდან, რომელიც აი ინგლისელის გამოგზავნილია. ეს არის საბარგო მანქანა. დიახ. ალბათ რაღაც გაზ რაღაც მანქანა. და აქეთ არის ჯარისკაცები შექმნებია. დიახ. ეგ შექმნებით განან ისა და პატარა ადგილში ხაერო ქონოდათ ეს ორი ქალბატონი ჩანს. და კიდე ერთ საინტერესო ამბავია რომ ეს ქალბატონი, არა? ეს ქალბატონი სულ ახლახან გარდაიცვალა. ეს ქალბატონი სულ ახლახან გარდაიცვალა და ჩვენთან გამოფენას უბერის გოლგოთა. დიახ. იმედია მეხსიერება, ნერვი, ძარღვი და რაღაც ტვინამდე და გონებამდე ავა და სათანადო მიმართულებას შეიძენს ყველა მაღალი ზნეობის მქონე ადამიანებისთვის ეს გადაცემაც ამ მიზანს ემსახურება. ერთ მაგისმენა. ამიტომ ახლა ამაზე კიდე ჩვენ გვექნება ჩათვალეთ რომ ეს სტუდია როგორც კი აი ეს ციკლი რაღაც ახლა დასავლეთ საქართველოში უნდა შემოიარას, ხო? ბატონი ჩვენი ლუკა ურცკაია იგრძანდება. ეს გავესაუბრე იმაზე და ფართოდ დაეთმობა არა მარტო ჩემი ეს პროექტი, არამედ ტელევიზიის ესეთი ფუნდამენტალური გადაცემები. იმიტომ რომ ეს ყველაფერი ახლა უკავშირდება რას ახლა ბუნებრივია ახლა პირველი დღეებიდანვე ვიყავე მე ამ იმაში, იმიტომ რომ ერო როგორც კი მერაპოსტავა სიდის ციხიდან გამოვიდა იმის შემდეგ დაიწყო აქ ესეთი მოძრაობები, ეროვნული მოძრაობის აღზავება პირადად ამ კაცის მხრებზე იყო რა, მოდი ესე ვთქვათ, რომელმაც აიყოლია ბევრი. და ესე თქვა მინდა, იცი 9 აპრილი მინდა საზოგადოებას განუმარტო და ახალგაზრდობას. 9 აპრილი მოყვა რას? როდესაც სუსლოვის სქემის მიხედვით, რომლის თანახმადაც ეს კაცი არ მალავდა ამას, ჯერ მარტო 70-იანი წლის ბოლოს განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირი დაიშლება აუცილებლად. როდის ამბობს ამას? ახლა კი არ ამბობს, 78-19 დაახლოებით. 61 წლის დოქტრინაშია დაწერილი. დიახ, ეგა და რა თუ დაიშლება, ვინ არის მისი მემკვიდრე? რუსეთი. რა უნდა გააკეთოს რუსეთმა? უნდა გააკეთოს ეს ვინც ამ საქმეს საბჭოთა კავშირის დემონტაჟში დიდწულით შეიტანს, ისინი უნდა დაისაჯონ. პირველი ვინ არის? რა თქმა უნდა საქართველო. რა უნდა გავაკეთოთ? კონკრეტული სცენარი. აქილევსის ქუსლით ჩამოთვალა პირველი სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი, აჭარა და შემდგომაც იქ სვანეთი, აფხაზეთი, იქ რაღაცა აზერბაიჯანის ისინი და ჩამოთვალა კონცეფცია დაუტოვა ფაქტიურად თავის იმპერიალისტებს. ხო, ღია და თქვა, კაცო, ჩემსაც ხო არ ვიგონებთ, ხო? ახლა ამას ზატყობნაში უნდა შეხვედროდი და ეს ყველაფერი რუსებმა ამის კეთება რომ დაიწყეს, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირია, საბჭოთა კავშირი როდის დაიშალა ბელოუსის პუჩის შემდეგ, შეთანხმების შედეგად, ხო? და მანამდე კიდე ესეთი და 3 აპრილი იყო რეაქცია ფაქტიურად აფხაზეთის ჩამოცილებაზე საქართველოს. ხო დაინახა ამ ხალხმა და დამოუკიდებლობის იდეა მანამდე ჩვენ ხო არ ვაყენებდით. დამოუკიდებლობის იდეა პირველად მაშინ, იმიტომ რომ შენ თუ ახლა ბოჩოლასავი თუ მიენდე და თუ წაგაცალეს ეს თავი, ეს ახლა პოლიტიკაში ძალიან ისეთი დამღუპველია, ხო და ამიტომ მხოლოდ დამოუკიდებელ საქართველოში თუ შეიძლება გაგვეკეთებინა ის, რაც შემდგომ ასე თუ ისე გაკეთდა, მაგრამ ის ფასად გაკეთდა ეს ყველაფერი. მაგრამ ამაზე, აი ამ ყველაფერზე, ხო, ახლა ჩვენი დანაშაული ცდომილებების გახლეჩვა ფაქტიურად თბილისის ომმა დაგვაკარგინა ჩვენ აფხაზეთი, ეს უნდა ვაღიაროთ. თბილისში გასრულმა ტყვიამ რეზონანსით და
თავისი სამოქალაქო და გახლეჩვა რაც დღესაც მიმდინარეობს საუბედუროდ, ხო? გახლეჩვაზე, ცნობიერებაზე, ნებელობას, გახლეჩვაზე ცუდი ტრაგიკული არაფერი არ არის, რომ დამეთანხმებით, ხო? ამიტომ ამ ყველაფერს, ამ იერის მოშუშება, ამ ყველაფერს აღდგენა, ამის დალაგება, დასკვნების გამოყვანა არის ერთ-ერთი უმთავრესი, ასე ვთქვათ, პირობა იმისი, რომ ეს არ გაგრძელდეს, თორე ჩვენ თუ ის დასკვნა ვერ გავაკეთებთ, მე სამხედრო იმაზე არ შეუდგები, იმიტომ რომ მეც ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული სამეგრელოში, ზუგდიდში, თბილისში, სოხუმში. ვინ მისცა საერთოდ ხმა ამაზე ცალკე გადაცემაში მინდა თქვენ რო გითხრათ მე კი გავიმეორებ, მაგრამ აქ იყო სახელმწიფო საბჭო და აფხაზეთში ჯარი რო შედიოდა, მე მინდა თქვენ იცოდეთ ეს. მაშინ იყო სახელმწიფო საბჭო, ზუსტად გამსახურდია გროზნოშია, იქ სამეგრელო გაუბედურებული რაღაც აი ჩამოცილების რაღაც თელი რიგი კონკრეტული სამხედრო იდეოლოგიური ესენი მიმდინარეობს დამუშავებები, ეს ხო ჩემ თვალზე ხდებოდა. ეს ხო სუსლოვის და იმ იდეოლოგიის ეს იყო აუცილებლად, ახლა ამაზე მიამიტურად ეს არ შეიძლება. და დადგა დღეს წესრიგში რომ რა უნდა ვქნათ აფხაზეთში. იმიტომ რომ იქ ტვირთები თვითონ იძარცვება, იქ სამოქალაქო დაუმორჩილე, იქ ზუგდიდში ომები, სენატში, წალენჯიხაში უბედურობები, გადაწვები, ამობუგვები, 1000 სისხლისღვა სამოქალაქო დაპირისო და ამ დროს ეს სახელმწიფო საბჭო შეიკრება და რა უნდა ქნას ჯარმა რა. შევიდეს, გაჩერდეს, პაუზა გააკეთოს, დიპლომატიურის უცხოელებს იმას აქნას ჩართოს რაღაც ფორმით, რაღაც ესენი დააყენეს საკითხი და 5 კაცმა თავის 4 წინააღმდეგი იყო, და ეს გავიხსენო ვინ იყო, ირაკლი მელაშვილი, ფილოსოფოსი რო იყო, რაგვარი იყო? არა, ფილოსოფოსი კაცო, იმის მამა, ჭავჭავაძე, ნიკო ჭავჭავაძე, მეორე, ადამ არშანია, მეოთხე იყო, მე მგონი, გოჩა ჯოჯუა და მეხუთე თავი. ანუ კვორუმი შეიძლება არის, იმიტომ ყველა არ იყო იქ, იმიტომ რომ დადიოდა სხვა და ისე თან არჩევნების ეს მოსამზადებელი ის იყო, თან ომი, თან ეს უბედ რაღაც მოსალოდნელი და აი ამ ადამიანებმა 4 კაცის გარდა სულ ყველამ კარდბლანში მისცა. ეს ახლა იმხელა ტრაგედიაა რა და ახლა მეცაც ვეთქვი რა, ის ხალხი რომლის პარტიამ ამას ხარი დაუჭირა, დღესაც მაღალ თანამდებობებზე არიან. ნუ ახლა და თან მაშინდელ სადამჟელო ოპერაციებში აქტიური მონაწილეობა მიიღეს და დღესაც აქტიურია. არ მინდა ახლა ამ თემას გავხსნი, მე მგონი მიხვდეთ რაზეც მინდა. არც დაუთმობ, მეც მაგათ სალაპარაკოც არ არის მეტი. მაგრამ აი ამდენი დანაშაულის, ამდენი ცნობილების, ამის შემდეგ კიდე ჩვენ თუ დასკვნა ვერ გავაკეთეთ, ჩვენი ტელეგადაცემა და ეს კი არა, ყველაფერი უკან დაგწევა. ანუ ახალი ჭუბერი ჩვენ არო, ჭუბერი რამ გამოიწვია გახლეჩილობამ, ძმათა კოლმაუმმა, სამოქალაქო დაპირისპირებამ, აი ამ რაღაც ორხნემა და სამხნემა რაღაც ესეთმა თამაშებებმა, როგორც ასეთი, ну, რა თქმა უნდა, თან პარტნიორებიც არ იყვნენ იმ დონეზე, დღევანდელისგან განსხვავებით, დღეს უცხარი ვითარება, იმიტომ რომ დასავლეთი აშკარად მიხვდა, რომ ახლა რუსეთთან მეტის დათმობა უკვე მათ დასავლურ ცივილიზაციასაც გაანადგურებს, როგორც იქნა მიხვდნენ ამას, მაშინ არ იყვნენ მიხვედრილები, მაშინ ეს გაზზე და ნავთობზე და ენებზე იცვლებოდა და სიჩუმე იყიდებოდა, რა შეიძლება ითქვას დასავლური, და დღეს უცხო ვითარებაა. და დღეს ამის გამოუყენებლობა არ შეიძლება როგორც ასეთი. ეს ხელს უშლიან ამის გახსენებასაც. რა თქმა უნდა, ამიტომ ხალხი უნდა მოამზადოს. ეგაა მიზანი. ხალხმა უნდა იცოდეს. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ დღეს მაგალითად წავიკითხე ინტერნეტში, რომ თითქოს რუსეთი უფრო კაი ქვეყანაა ვიდრე თურქეთი. იმიტომ რომ თურქეთში ქართული გვარი არ აქვს და სასაულია. ეს არის პროპაგანდისტული ნარატივი არის, რომელსაც ნახავთ აი ესე უბრალოდ შეხვედრებში.
იმაში რაღა შორსავი, აი ახლა ხან გეტყვით, ახლა 9 მაისს რო იყო, ჩვენ პირდაპირ ამ თემასთან გავ დღევანდელობასთან და განსაკუთრებით, იმიტომ რომ აი ჩვენი ფორმატი გუშინ დღეს ხვალს ეს უნდა შეიკრას, არ შეიძლება გუშინ იყო მარტო და დღეს ეს არ გეხება და ხვალინდელ დღესთან როგორც კი ფრაგმენტიზაციას მოახდენ ამ მოვლენების, ხო, მარტო წავსულში დაიზერები, დღევანდელი საერთოდ ამორიცხულია რა, ამიტომ ეს თუ არ შეკარე ისევე პიროვნების ცხოვრებაში. სულ ცხელი ამბავი 14-ში ჩვენ გამოფენა გავოვიტანეთ. დიახ. და კაკალინს უკრავდნენ იმაში, სტადიონში. კი, ჩასტუშკები და რაღაცები. ნუ წარმოუდგენელი რაღაცა. ეს თავი ფულია. შეურაცხყოფელი, ამას წინ უძღო და კიდე რაღაც თელერი. ფულს იმას დაუთმობს სცენას. რა თქმა უნდა. კაცი რო ფულზე პოლიტიკა იყიდება ფულზე. ანუ სტრატეგიული იდეები იყიდება ფულზე ფაქტიურად. სიჩუმე იყიდება და ახლა სამშობლოზე ახლა კიდევ მეორე კაცო, მე ამ პოლიტიკოსებს მივმართავ, როგორც პოზიციას, ახ პოზიცია გასაგებია, სადაც არიან და ის რანაც არის. ანუ ამ ოპოზიცია ის მაინც არ უნდა იცოდე, რომ აფხაზეთში ჩატარებული რეფერენდუმის თანახმად ხაზგასვითვაბო აფხაზეთში ჩატარებულ რეფერენდუმი 91 წელი იყო, ხო? თანახმად თან გალის მოსახლეობის გამოკლებით ჩვენ ამ კომპრომისზე წავედით. იმიტომ რომ გარში აბსოლუტური ქართული ეთნოსი იყო და ჩავთვალეთ რომ ამის გარეშეც ამ თამაში ამ ასპარეში მონაწილეობა ღებული. გარეშეც ძალიან გაიმარჯვა. 71%-მა თუ ამ დაახლოებით ხმა დაუჭი მათ შორის ქართველების გარდა სომხებმა, ებრაელებმა, ქურთებმა, აფხაზებმა 71% ბერძნებმა და დიდი ძალისხმევა იყო. ეს ისე იოლად არ გაკეთებულა. ამიტომ ეს არის უმთავრესი საფუძველი იმისი, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარეს აი ფარგლებში 31 მარტის საფუძველი 9 აპრილის დამოუკიდებლობით პლუს ეს აფხაზეთის რეფერენდუმი პლუს კიდე გაუქმებული ასე თქვა სამხრეთ ოსეთის დანაშაულებრივი რეჟიმი სამართლებრივად ისე რომ პირწმინდად გავიმარჯვეთ ამ ისე რომ თვითონ რუსებმაც ვერანაირი საპროტესტო ნოტაც კი ვერ განაცხადეს ვერ დადეს და ამ ყველაფრის გათვალისწინებით აუცილებელია ამ კომპლექსური საკითხების ხედვა და ისაც ჩვენ ახლა რასაც უყურებთ ამ ყველაფრის შეჯამება და ეროვნული თანხმობა სწორედ ის არის რომ ეს ჰორიზონტი უნდა გამოჩნდეს ახალი სივრცეები უნდა გამოჩნდეს ახალი ცნობიერება უნდა დაიბადოს ვისაც ეს საკითხები არ ესმის ბატონო ზურაბ და ჩემო კარგო ბატონო ხო ვიტყვი რომ მაგ ხალხისგან არაფერი არ გამოვა სამწუხაროდ იმიტომ რომ ეს არის საფუძველთა შორის საფუძველი რაღაცა ამ საკითხზე მინდა თქვა რამდენიმეჯერ გავმეორებია გურამ მუდიშარიას მასთან კარგი ურთიერთობები მაქვს და რომ ჩვენ გავიმარჯვებთ მხოლოდ სიყვარული და ერთიანობა ერთად უკაცრავად ამასაც ვიტყვი რა ერთად დგომა ერთიანობას არ ნიშნავს როგორც აი პატრიარქის ეს იყო ხო გრანდიოზული რაღაცა იყო დაკრძალვა ხო მილიონ მაგრამ ქართველმა ხალხმა ქრისტიანობას საფარი კი მაგრამ ეს არ არის საკმარისი რა არის იცით რა იქნება რა ჩვენ ეს ვილაპარაკეთ და შენ ამ შენი ცნობი თუ არ დარჩები მარტო პანაშვიდების, ქელეხების, რაღაც წყლისთავების და მხოლოდ სიმბოლური რაღაც რიცხვების მძევალი. მოდი ესეც ავთქვათ რა. რაც არ უნდა დიდი თარიღი იყოს. ამას ჭირდება ფერისვალება, ამას ჭირდება თანამედროვე იდეალებთან მიახლოება. იგივე რაც პატრიარქმა დაიბარა, მე რა შემეძლო გავაკეთეო, თქვენ ჩემზე მეტი უნდა გააკეთო. ხო თქვა პირდაპირ, ხო? პირდაპირად თქვა, ახლა გამგები გაიგებდა, ახლა გონებას უსტებისთვის არ ვლაპარაკობ. და გარდა ამისა ის ფერისვალი ის რა ცოდვები არის ჩემერში, ჩემ თავში ვატარებო ამას და მე თუ გადავლახე თქვენს გადაგალახინებთ ესეც ათქვა და დანარჩენი ახლა ჩვენზეა დამოკიდებული ეს ამ იდეის პრივატიზაცია რაზეც ლაპარაკობ დანაშაულებრივად რა არის ყოველად დანაშაული ჯერ ესეთი არც გამოუვათ ამის პრივატიზაცია გარანტიას ვაძლევთ არც იმ დაკრძალვის დღეს გამოუვიდა არც ახლა არ გამოუვათ მეც არ ვიტყვი და რანარჩენი ხო მინდა რომ თქვენ გძალოთ ორი სიტყვას გამახსენდა უბრალოდ კიდევ ერთი მამხილებელი მომენტი რომელსაც მე მივაქციე ყურადღება. და არ ამახვილებენ ამაზე თუ არ ვიცი რა მიზეზით
როდესაც სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო, ომი რომ მიდიოდა და დაგომესებო თქო 30 ივნისის. დიახ. დაგომესეს ემემაზე ხო, ეს გაგიდვა. შერიგდა. ახთან გოგუაძე. შერიგების ვითომ, ხო? ამ დროს მაგას გულისხმობ. მე ვარ გულერიფშის რაიონში მუშაობ, ჩემს საავადმყოფო გულერიფშის რაიონშია საერთოდ და რესპუბლიკური ეგრეთ წოდებული პერიმირია რა. კი, პერიმირია. ახლა რას მივაქცია ყურადღება? შვიდობას ხელი მოაწერეს, ვითომ აწი ომი არ იქნება. ახლა უყურე რა ხდება. ამ დროს ჭუბერის უღელტეხილი იქ იყო საცალფეხო გზა. საცალფეხო, რომელზე მონადირეებს შეეძლო მარტო გადასვლა. მონადირე ისეთი რომ კისერს მოიტეხავდა კაცო ვინც არ იცოდა სიარული წესიერად ამ გორებში. ორ კვირაში ჭუბერიდან საკენამდე მანქანის გზა გახსნეს. რა თქმა უნდა, ეს არის გააკეთეს. ეს არის ივლის-აგვისტოში. ტრაქტორები საერთოდ მოწინააღმდეგეს აბსოლუტური ახალი სივრცე რო გავა. რატო ხსნი? არა, რატო მე ის ვიფიქრე უცებ. რატო ხსნიან? ხო, შვიდობა, ხელშეკრულებაა. ომი არ იქნება რა? მაშინ რატო ხსნი მას? რატომ აგერ ტრასა არის და რატომ უნდა იარო? ახონო ზურა მაგაზე უარესეთ ის არ დააკეთეს ყვარაიასეს რო გაიყვანეს კაცო არტილერიის ის რო გაიყვანეს ფოჩი რო გადაზიდეს მე ფაქტიურად განაიარაღეს ქალაქი. ესეც, მაგრამ ის იყო ნიშანი. ეს პოლიტიკური შეხედვით. ეს უკვე წინას მე რო აი ესე ვიფიქრე რომ ხელშეკრულება პერიმირიას მოაწეროთ და ამასობაში დავალება ჩვენ მხარეს გაჭერით. იმიტომ რომ მაინც ავიღებთ სოხუმს და შეიძლება შევარდნაძე მიფიქრა ეს ხალხი რო არ გაწყვიტონ და ადგადა გახსნა ორ კვირაში. ის არ გახსოვთ კაცო, სოხუმის მაგ პერიმერი ეგრეთ წოდებული ვითომ შვიდობის ეს განიარაღებაც მაშინ მოხდა. ოჯახები რო დააბრუნეს გასულები. კი, როგორ არა, ჩემი ოჯახი რატო დააბრუნეს? სკოლაში წავედით. რა დაეხოთ სათ უფრო მე. იმიტომ რომ ჯერესათი ამას ჰქონდა ძალიან ზაკრული ისა მეუმარი, რომელსაც ოჯახი ყავს. 20 კილომეტრში, 100 კილომეტრში ისევე რიუმებს, როგორც როდესაც მას თავისი ოჯახის წევრები სამშვიდობოს გასული ჯობის ნახევარი კაციც არ არის. ასოციაციის კაცი იქიდან გადავიდა, ბატონო ზურა, თუ გახსოვთ. ეს დრო არის, გაგრას აი პერიმირიის ამბავი აგვისტო არის, აგვისტოს თვე არის და დროებით მშვიდობა ქვია პერიმერი. ხო, ვითომ რაღაცა და დროებით მშვიდობა. ესე იგი თვითონ გვიძახიან, ბიჭები წავიდნენ ჩვენგან სათვისტომოდან, სათვისტომო ახლა საკმაოდ ძლიერი ორგანიზაცია იყო და სულ ჩვენთან იყო კავშირები მაგათი მაშინ. და ბურბულისი უწერს ხელს 7 თვითფრენავზე. გენადი ვიცე-პრემიერი. გენადი ბურბულისი 7 თვითფრენავზე. ნუ მაშინ ახლა ყველას უხაროდა ჩავა ხალხი რაღაცა და ნუ ჩვენ უკეთებით ახლა ეს ხალხი ორგანიზაციას უკეთებით სათვისტომოში აი ამ ხალხის მოსვლას წაყვანას იმიდან არბატიდან არბატორიდან და თვითფრენავში ბოდიში. პირდაპირ ოფირში ადამიანები სათვალე ღმერთმა ქნას რომ იმ ხალხმა არა ვინც გადარჩა, არა კიდე დიდხანს იცოცხლოს, მაგრამ იმ 7 თვითფრენავიდან 6 ჩაფრინდა და იმ 6 ჩაფრენილი თვითფრენავიდან რამდენია დაუყოლი. ვიცით? არ ვიცით. აბარა. და იყო ეგეთი მომენტი, რომ მე-7 თვითფრენავზე ვარი დაგვირეკეს. არ არისო მე-7. რატო არ ვიცი? ვერ გავარკვიეთ. მაგრამ ხალხი ხომ მოვიდა, ეს თუ გინახავთ ახლა არბატისზე მზიურსა და ესე იგი ჩვენს უკანა კორპუსს შორის დიდ სავსე იყო რა, ორ თვითფრენავის ხალხი და ჩამადნებით და რაღაცით და უარი უთხარით. ჩვენ რო დედა გვაგინეს, ვითომ ჩვენ მარტის არა, ტყუილად იღებთ ფულსო, ვითომ ჩვენ ფულს ვიღებდით ახლა იქ. დროისკენ მინდა ეს საკითხი უნდა გადასწრო აუცილებლად რა. აი ახლა დასასრულისკენ მიდის ეს ყველაფერი და რა მინდა იცი გავიხსენო, აი 9 აპრილს ხო იყო ეგრეთ წოდებული რუსული პარადი ზეიმი პუტინა, ნუ რა სამარცხვინო ხალხი იყო და რა შეშინე, რა შეთხელებული და რა ესეთ სტუმრების 90% საერთოდ იქ არც მივიდა, ვისაც ელოდებოდნენ, იმიტომ რომ უკრაინის შიშით და ასე შემდეგ. ახლა ფაქტიურად სულ ზღაფავენ, რა შეიძლება ითქვას.
თუმცა ილუზიებში ჩავარნა არ შეიძლება, მაგრამ მინდა ერთი შეხვედრა ოსეთის ხელმძღვანელი და პუტინ შორის გააფორმდა ფაქტიურად ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელმა თქვა, რომ მზადდება, ასე ვთქვათ, შეთანხმება ჩრდილოეთი და სამხრეთ ოსეთის გაერთიანების შესახებ და ეს უნდა იყოს ინტეგრირებული რუსეთის, ასე ვთქვათ, სივრცეში. ანუ ფაქტიურად ოკუპაცია, ანექსია ეს სრულდება როგორც ასეთი და ამას ელოდებიან რა. ისმის კითხვა ახლა, თან ფინანსურად, ყველანაირად, ადმინისტრაციულად, ყველანაირად რუსულ სივრცეში და იურისდიქციაშია ეს მოქცეული. დღესაც და ხვალე მით უმეტეს იქნება, ხო? ახლა ისმის კითხვა, ანალოგიური აფხაზეთში რატო არ გააკეთეს? ახლა რიგში ხო არის ახლა აშკარად, სადაც ის გააკეთეს, რა უშლით? იმიტომ რომ ჩემი აზრით, მე თქვენი აზრიც მინდა მოვისმინო და ამით უნდა დავასრულო. იმიტომ რომ ჩემი აზრით იქ ის რაზეც სამხრეთის ოსეთის მოსახლეობა ჯერ ესეთი გაცილებით ცოტაა ვიდრე აფხაზეთში მომხრე არის ამ გაერთიანების სხვათა რუსეთის ოსურველი და ჩვენთან უფრო ახლოს არის პირიქით აფხაზეთში პირიქით არის მოსახლეობა კატეგორიული წინააღმდეგია რუსეთთან შეერთების კატეგორიული და ნუ ახლა იქ ადმინისტრაცია ვინ ზევით არის ელიტა ის თანახმაა ალბათ ხო ახლა ისმის კითხვა ეს ამათ უნდათ ერთდროულად ერთი იმაში რო გაეკეთებინათ ალბათ იმიტომ რომ იმაგათაც აიზულებდნენ მაგრამ იქ აფხაზეთის მოსახლეობა ამაზე წინააღმდეგია ამიტომ ამას ესე ღიად ვერ გააკეთეს რა თორე ამას პირდაპირ დე ფაქტო დაგიყენებდნენ ფაქტის წინაშე საბედნიერო ჯერჯერობით ესეა მაგრამ ჩვენ თუ ესე გავაგრძელებთ, ჩვენ თუ ესეთი იზოლაციონიზმი, რასაც დღევანდელი ხელისუფლება რასაც აკეთებს, ნატოსთან არა, იმასთან არა, ევროსთან იმასთან არა, ყველა ინსტიტუტთან არა, ერთადერთი, რასაც ამათ ხედავ, რაც მაგათ უნდათ, ახალი ევრაზიული წარმონაქმნის, ასე თქვა, წარმომადგენლები იყვნენ და ამის ალტერნატივა რა არის? დასავლეთში დააკვირდით, კაცო, ბალტიისპირეთში რუსეთმა წააგო პირწმინდად, ხო? ნატოს ისინი ვინც იყო ნეიტრალიტეტი, ფინეთის და შვეიცარიას, იმის პეტრე პირველის შემდეგ რო არ უომიათ, ის შევიდა ბალტიი, ფაქტიურად მიადგენ პეტერბურგს, 5 კილომეტრში არიან ისინი. ფაქტიურად ტბად გადააქცია, ხო? COVID მოლდოვაში კატასტროფა. COVID რო ჩამოვიდეთ უკრაინაში საერთოდ კატასტროფა. სირიაში COVID რო იქაც კატასტროფა. ანუ ყო ერთადერთი საყრდენი დარჩა ეს კავკასია, ეს იცის და როგორც ერთ-ერთი ბოლო რომ მაგის პუტინის თავი ეთყობა რო არ გაგორდეს წითელ მოედანზე, ეთყობა რაღაც ეს უნდა რა ეს. საქართველოს და აღება უნდა. რა თქმა უნდა ეს დაშლა. გარკვეული ფორმით. როგორც აი ამაზე მინდა მობედურები წინაშე ბოლო ძალიან თოთ მოკლედ რა, იმიტომ რომ მინდა დავასრულო ორი სიტყვას. აი არგუმენტების მოყვანას არ დავიწყებ, იმიტომ რომ ეს მაშინ გამიგრძელდება. პირველი ჩემი აზრი რაც არის, რომ ეს სცენარი საქართველოს ამ დღეში ყოფნის, აი ეს დღევანდელ დღეს რო ვარ, ეს დაიწერა 200 წლის წინ. ყველაფერი განგარიშებული დაყოფა საქართველოს დაყოფა ნაწილ-ნაწილად და როდესაც საჭიროა, როგორც 1918-დან 21 წლამდე მოხდა, ეგრევე აიღეს ოსეთი, აიღეს აფხაზეთი, ოკუპაცია, ანექსია და სამაჩაბლო, ოსეთის რუსეთის გავრცელება. ახლა ეს არ არის საჭირო, იმიტომ რომ ისიც ოკუპირებულია და ისიც ოკუპირებულია, სადაც დიდი კაცი ზის. ანუ განმახორციელებელი აქვს შანსები, დიდი შანსები. ამ გეგმის განხორციელების და ოსეთი ჯერ ეს სიგნალია. თუ არ გვიბრუნდებით, მაშინ აფხაზეთსაც წავიღებთ. და მეორე მომენტია, რომ ოსეთი არის საქართველოს წელი. იქ არის ჯარი, იქ არის რაკეტები, იქ არის შეიარაღება ყველაფერი. რო დასჭირდეს, ჩვენ არაფერი შანსი არ აქვს წინააღმდეგობის გაწევს. ერთ საათში თბილისში იქნება. აი ეს არის ჩემი აზრი. გავიგეთ თქვენ. ბრძანეთ ეს და ბოლოს და უნდა დავამთავროთ. კიდევ ვიმეორებ თქვენ კიდე მოგიწევთ. მაგრამ ჩვენ მოვამზადეთ კიდე მასალებს, ახლა ამ გამოფენას დავბრუნდები გაგებით, რომ არის ახალი იდეები და უკვე გვითხრეს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, რომ უნდათ იქ ჩავატაროთ
საკმაოდ კომპაქტური გამოფენებია და გვინდა გავაგრძელოთ ეს სხვადასხვა უნივერსიტეტებში, რომ სტუდენტებმა ნახოს. რახან ბევრი სტუდენტი არ მოვიდა ჩვენთან, ჩვენ უნდა მივიდეთ ყოველ სტუდენტთან. ისე არ შეიძლება. კი ბატონო, მეგონი დაასრულეთ ხო? დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ. შემდეგ შეხვედრა მეგონი საინტერესო იყო, აუცილებლად თაობათა შორის კავშირი უნდა იყოს, ხიდები თაობათა შორის უნდა იყოს ადებული, აშენებული და რაც თავარია სამართლებრივი, პოლიტიკური და ყველანი გეოპოლიტიკური კომპლექსური საკითხებისა გვინდა ჩვენ ერთიანობა, თანხმობა და შეუმცდარი ზუსტი სვლები. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ბედი როგორც სახელმწიფოსე ჰაერში იქნება ჩამოკიდებული და ტრაგედიით დასრულდება. ღმერთმა ქნას რომ გავიდეთ სამშვიდობოზე, დავით აღმაშენებლის, გორგასლანის, მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას, პატრიარქის გადასულ გზები თუ შეერთდება, თუ ჰარმონიზირებული იქნება ეს გზები თანამედროვე ხედვებით და ფასეულობებით, ჩვენ ფონს გავართ. ანგელა, დიდი მადლობა. ამ იმედით დაგემშვიდობებით და მინდა გაგამხნევოთ, რომ არ არის ისე ცუდად საქმე, როგორც ზოგიერთად გონია. იმედია. ჩვენ გავიმარჯვებთ. აუცილებლად ღმერთმა გაგვამარჯვებინოს და ღმერთმა გაგვამთლიანოს სულიერად უპირველესად. აუცილებლად. კარგად ზამდებოდეთ.